31 დეკემბერს ამერიკის მიერ ბიძინა ივანიშვილის სანქციებიდან 4 დღეში უტა ივანიშვილის სახელით საჯარო რეესტრში ახალი სააქციო საზოგადოების ატუ ჰოლდინგის რეგისტრაციის განაცხადი შევიდა. შაბათის ეთერის ინფორმაციით დოკუმენტები 14 საათსა და 53 წუთზე წარადგინეს იუსტიციის სამინისტრომ კი 31 დეკემბერს 17 საათსა და 34 წუთზე დაარეგისტრირა. მათივე ცნობით ბიძინა ივანიშვილის უფროსმა ვაჟმა ახალი კომპანია იაპონიიდან დაარეგისტრირა, რისთვისაც მინდობილობა ნატო ხაინდრავას მისცა. მეწარმეთა რეესტრიდან ამ მონაწერის თანახმად სააქციო საზოგადოების იურიდიულ მისამართად თბილისი, ვაკის რაიონი, ჭავჭავაძის გამზირი 39 დ არის მითითებული. სამეთო უყურეო საბჭო ასეთია: თავმჯდომარე და წევრები ბესიკ დემეტრაშვილი, წევრი როსტომი ჩაბრაძე, წევრი ასევე არჩილ მამაცაშვილი, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, ატუ ჰოლდინგის დირექტორი კი ბიძინა ივანიშვილის დისშვილი კახა კობიაშვილია. ამ მონაწერის მიხედვით სააქციო კაპიტალის განთავსებული კაპიტალი 100,000 ლარია. საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამის შეთანხმება სურს და იმედოვნებს, რომ ფონდს თებერვალში შეხვდება ამ საკითხთან დაკავშირებით. ამის შესახებ როიტერს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მეკატერინე გუნცაძემ განუცხადა. საქმე ისაა, რომ IMF-ის მიერ მხარდაჭერილი 280 მილიონ დოლარიანი პროგრამის მეორე მიმოხილვა 2023 წლის ზაფხულში მას შემდეგ შეჩერდა, რაც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შეიტანა, რამაც ინსტიტუტის დამოუკიდებლობაზე კითხვები გააჩინა. შეჩერებული პროგრამა ოფიციალურად 2025 წლის ივნისში სრულდება. სწორედ ამიტომ მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ დიდი ალბათობით საფინანსო ინსტიტუტთან საუბარი ახალ პროგრამაზე იქნება. როგორც მან განაცხადა, ურთიერთობის შემდეგი ეტაპი შესაძლოა დაიწყოს IMF-ის თანამშრომლობის საქართველოში ვიზიტისას და ვირტუალური მისიის ფარგლებში. როიტერსი წერს, რომ პროგრამამ შესაძლოა დაამშვიდოს ინვესტორები საქართველოში პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებში გზაჯვარით ინცედგას. გუნცაძის თქმითვე ის ოპტიმისტურადაა განწყობილი, რომ ქვეყანა შეძლებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამის შეთანხმებას მაკროფისკალურ დონეზე კარგი შედეგების სტაბილურობისა და კონსოლიდაციის ხარჯზე, რასაც ფონდი მოითხოვს. მინისტრის მოადგილე დასცენს, რომ ჯერ კიდევ არის გარკვეული სტრუქტურული საკითხები, რომლებიც უნდა გადაიჭრას ფონდთან. მისივე თქმით, მთავრობა სურს მოძებნოს მკაფიო გზა, რომ გადაჭრას კრედიტორის ნებისმიერი პოლიტიკური შეშფოთებები. როიტერსის სტატიაში საუბარია ქვეყანაში არჩევნების შემდგომ არსებულ ვითარებაზეც და აღნიშნულია, რომ დემოკრატიულ უკუსვლაზე საპასუხოდ ევროკავშირმა ქვეყნის გაწევრიანების პროცესი გაყინა. ეკონომიკაში რისკები რეალურია, რადგან თუ სახელმწიფოს მმართველი თulis, რომ ქვეყანა უნდა იყოს იზოლირებული და იზოლაციაში, ეს ყველასთვის დიდი პრობლემაა. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ნიკა ალავიძემ BMJ-თან განაცხადა. მან არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე ეკონომიკური რისკები შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის იზოლაციაში ეკონომიკური რისკები გაცილებით მაღალია. ყოფილი საჯარო მოხელე მიმდინარე მოვლენების ფონზე კერძო სექტორისთვის არსებულ გამოწვევებსაც აფასებს. როგორც ის აღნიშნავს, თუ არსებული რისკები რამდენიმე ბიზნესს შეეხება, ეს ფაქტი მთლიანად სექტორს დააზიანებს. ნიკა ალავიძის აზრით, კრიზისიდან გამოსავალი ხელისუფლების მხრიდან შეცდომების აღიარება და დაწყებული რეფორმების სრულად გატარებაა. ბიზნესმენი და პლატფორმა Free Business-ის დამფუძნებელი გიორგი ჩუგაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებს და აღნიშნავს, რომ თუ მეორე კვარტალში გადავიდა პოლიტიკური ესკალაცია, ეკონომიკას ეს ძალიან დაეტყობა. მისივე თქმით, Free Business-ის პირველ კონფერენციაზეც ეკონომისტების მიერ გაზიარებული პროგნოზები ცხადყოფს, რომ ვითარება არასახარბიელოა. სამომავლო გეგმებზე საუბრისას Free Business-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მათი მიზანი იმ ბიზნესების ინფორმირებაა, რომლებიც ეკონომიკური კრიზისის მასშტაბებს ვერ ხედავენ. ამერიკული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Lineatis ვიცე-პრეზიდენტის გიორგი ციკოლიას თქმით, საქართველოს რეგიონისადმი საუდის არაბეთიდან დიდი ინტერესია. როგორც მან BMJ-თან ინტერვიუში აღნიშნა, ინტერესი ჩვენი რეგიონისადმი განსაკუთრებით ტექნოლოგიების მიმართულებით არის. მისივე თქმით, მიმდინარე წელს Lineatis გეგმებში ეს ინტერესიც გათვალისწინებული იქნება. ცნობისთვის გეტყვით, რომ Lineatis-მა, რომელიც ამერიკაში დაფუძნებული კომპანია, საქართველოს რეგიონული ოფისი 2022 წელს დააარსა. მას მოყვა სომხეთი და ევროპაში პოლონეთიც. რაც შეეხება წლის მიმდინარე გეგმებს, გიორგი ციკოლია ამბობს, რომ 2025 წელი იქნება საქართველოს Lineatis რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების მესამე და ბოლო წელი. ამერიკის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციას საქართველოს ბანკის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გაჩიჩილაძე დაესწრება. ამის შესახებ ბიზნესის კვირაულში გადაცემის წამყვანმა და BMJ-ის მთავარმა პროდიუსერმა გიორგი ისაკაძემ განაცხადა. ეს ამბავი ძალიან მახარებს, ისევე როგორც მგონია, რომ ეს გამორჩეულად კარგი ამბავია მთელი ქართული ბიზნესისთვის. საქართველოს ბანკის ჯგუფი სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა და მასში ინვესტირებული აქვს ამერიკის ეკონომიკის ისეთ გიგანტებს, როგორც არიან JP Morgan და BlackRock. ამიტომ თან მიხარეთ თან არც მიკვირს კანონზომიერება საქართველოს ბანკის ჯგუფის დირექტორის იქ ყოფნის რასაც თქვენს გიზიარებთ, განაცხადა გიორგი ისაკაძემ ბიზნესის კვირაულში.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯგუფ Guns N' Roses მიმართავს, რომ საქართველოში კონცერტი ახალ არჩევნებამდე არ გამართოს. ის იქზე წერს, რომ შეკვეთილში დაგეგმილი კონცერტი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ივანიშვილის კონტროლერებადი კონცერტია. საქართველოს პროტესტის 51 დღეა და ახალ არჩევნებამდე არ შეჩერდება. კონცერტები მისასალმებელი იქნება ამის შემდეგ, დაწერა სალომე ზურაბიშვილმა. ამერიკული მძიმე როკ ჯგუფი Guns N' Roses 40 წლიანი სცენაზე დგომის გამოცდილებისა და მილიონობით ადამიანისთვის საყვარელი მელოდიების შექმნის შემდეგ საკმაოდ ძვირად ღირებულ ბენდად ჩამოყალიბდა. ამ დროის მონაცემებით თითოეულ ქვეყანას, რომელსაც ამ როკ ჯგუფის კონცერტის ჩატარების სურვილი აქვს, 2.5 მილიონიდან 6 მილიონამდე დოლარის ფარგლებში თანხა აქვს გადახდილი. ასეთ ქვეყნებს შორის წელს საქართველოც ხდება, თუმცა ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, რამდენს გადაიხდის ქვეყანას თალინ ჯორჯიას ფარგლებში სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული კონცერტის ჩატარებაში. როკ ბენდის კონცერტის შეკვეთილში ციცინათელოს პარკში 30 მაისს გაიმართება. Black Sea არენას თანახმად ბილეთის მინიმალური ღირებულება 280 ლარი იქნება, ამასთან იქნება 450 ლარიანი ბილეთებიც, ხოლო ბილეთის მაქსიმალური ფასი 1000 ლარს შეადგენს. ბილეთების გაყიდვა 20 იანვარს 11 საათზე პლატფორმა ტიკეტ.gz-ზე დაიწყება. საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც გასული წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა გარდამავალი მოდელით 2025 წლის 1 ივლისამდე მუშაობს. გარდამავალ მოდელში ბირჟაზე ვაჭრობა ხდება საათობრივი პროდუქტებით, ხოლო საბალანსო ელექტროენერგიისთვის საანგარიშო პერიოდია თვე. მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ვაჭრობა პლატფორმაზე სრულყოფილად უნდა დაიწყოს. დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე საათობრივი პროდუქტებით მოხდება ვაჭრობა, ასევე ამოქმედება საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზარი. სამიზნე მოდელში გათვალისწინებული ასევე საათობრივი დაბალანსების ვალდებულება. Trading Solutions-ის მმართველი პარტნიორი რომ ელექტროენერგიის მოხმარების კლების პირობებში აღნიშნული რეფორმის გატარება საკმაოდ რთული იქნება. ის, რომ ამ ეტაპისთვის მთავრობა ბირჟის სრულყოფილად გახსნის ვადის გადაწევას არ აპირებს, მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორიდან მიღებული ინფორმაციიდან დასტურდება, რომლის მიხედვითაც ესკომ ბიზნეს 12 თვიანი კონტრაქტების რეგისტრაციაზე უარი უთხრა. ლომინაძის თქმით, ბირჟის ამოქმედების პირობებში მნიშვნელოვანია ისეთი საკითხების გათვალისწინებაც, რომელიც არა მარტო გენერაციის ობიექტებს, არამედ მომხმარებლებსაც აწუხებთ. 2024 წელს ნედლი რძის წარმოება ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად შემცირდა, ფასი კი გაიზარდა. ამის შესახებ BMG-თან რძის სექტორში მომუშავე კომპანიები აცხადებენ. ამბობენ, რომ ბაზარზე მომატებულია ფალსიფიცირებული პროდუქციის რაოდენობაც, რომელიც სათანადოდ არ კონტროლდება, რაც დარგს მნიშვნელოვნად აზარალებს. Საქსტატის ინფორმაციით 2024 წელს ჯამურად ქვეყანაში რძის შემცველი პასტის იმპორტი წლიურად 71%-ით გაიზარდა, რაც დარგის წარმომადგენლების თქმით საგანგაშო მაჩვენებელია და ბაზარზე ადგილობრივი პროდუქციის წარმომავლობას მომავალს უკარგავს. საქართველოს სპაგეტისა და მაკარონის ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთიდან შემოაქვს. 2024 წლის 11 თვის სტატისტიკის თანახმად ჯამში საქართველომ 18 მილიონი დოლარის სპაგეტი, მაკარონი, ვერმიშელი, ატრია და მაკარონის სხვა ნაწარმი მიიყიდა. აქედან დაახლოებით 9.8 მილიონ 500.000 დოლარის 9913 ტონა რუსეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა იტალია 3 მილიონ 400.000 დოლარის 2659 ტონით, ხოლო მესამე ადგილს თურქეთი იკავებს 1721 ტონით. აღსანიშნავია, რომ იმპორტი 2023 წელთან შედარებით თანხა 2024 წელს გაიზარდა, მოცულობაში კი მცირედით შემცირდა. საქართველოში კოსმეტიკური საშუალებების იმპორტი გაიზარდა. 2024 წლის 11 თვეში ქვეყანაში 74 მილიონ 600.000 დოლარის ღირებულების 2700-მდე ტონა კოსმეტიკური ნაწარმი ჩამოვიდა. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი იმპორტის მოცულობა 67 მილიონ 200.000 დოლარი იყო. წინა წლებში საქართველოში კიდევ უფრო მცირე რაოდენობის კოსმეტიკური ნაწარმი შემოდიოდა. საქართველოსთვის კოსმეტიკური საშუალებების ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებების უმთავრესი საიმპორტო ბაზარი მოცულობის მიხედვით პოლონეთია, საიდანაც 2024 წლის 1 თვის მანძილზე 6 მილიონი დოლარის ღირებულების 400 ტონაზე მეტი ნაწარმის იმპორტი განხორციელდა. მეორე ადგილზეა საფრანგეთი, ხოლო მესამეზე ჩინეთი. ბორჯომის მუნიციპალიტეტში მშობლებს ახალ დაბადებულ პირველ ბავშვზე ერთჯერადად 1000 ლარი, მეორე შვილზე 2000 ლარი, მესამეზე 3000, მეოთხეზე 4000 და მეხუთე შვილზე 5000 ლარი ჩაერიცხებათ. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია იტყობინება. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში ახალშობილის ოჯახი 2 წლის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებს. აღნიშნული პროგრამით ის ოჯახებიც ისარგებლებენ, რომელთა ახალშობილიც 2024 წლის დეკემბერში დაიბადა, წერია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. რძის საწარმოები ნედლი რძის დეფიციტზე საუბრობენ. საქსტატის მონაცემებით 2023 წელს ქვეყანაში 584 მილიონი ლიტრი რძე აწარმოეს, რაც წინა წლების მაჩვენებლის მსგავსია. ბოლო წლების შედეგები რიცხვებში აჩვენებს, რომ მოთხოვნის ზრდას ადგილობრივი წარმოება ვერ ეწევა და ბაზარზე ნედლი რძე დეფიციტურია. რძის საწარმო შვანრეს დამფუძნებელი BMG-თან აცხადებს, რომ კლება 2024 წელს კიდევ უფრო შესამჩნევი იყო, რაც სარეალიზაციო ფასებზეც აისახა. როგორც ცნობილია, იაფასიანი ფხვნილის მიმართ მოთხოვნა და დამოკიდებულება მზარდია.
მცირეა. 2024 წელს 2023 წელთან შედარებით რძის შემცვლელი მხოლოდ პასტის იმპორტი 71%-ით გაიზარდა, რაშიც ჯამურად $283,000 გადავიხადეთ. პურის საწარმო იფქლი დიღომის გენერალური დირექტორის ნისან იოსებაშვილის განცხადებით პურის ფასის გაზრდა ჯერჯერობით არ განიხილება. ამის შესახებ მან BMG-სთან განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე სამინისტროსთან ერთად მეწარმეები აქტიურად მუშაობენ. მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დედაქალაქში დისტრიბუციის მანქანების გადაადგილება შეიზღუდა. ახალი რეგულაციის მიხედვით მათი მოძრაობა დილის 8 საათიდან დილის 11 საათამდე და 17 საათიდან 20 საათამდე პერიოდში აკრძალულია. საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ლაშა რიჟამაძე ამბობს, რომ შედეგად პროდუქტებზე ფასები 5-8%-ით უკვე გაიზარდა. ეტაპობრივად კი რიგ საშუალებებზე ფასის ზრდა შესაძლოა 15%-ის ფარგლებში იყოს. გაუარესებული პირობები და გაზრდილი გადასახადები საცალო ვაჭრობის ქსელების მხრიდან, როგორც დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი აცხადებს, მხარეებს შორის სახელშეკრულებო პირობები წლიდან წლამდე იცვლება და იზრდება გადასახადებით, რაც ბუნებრივია აისახება იმ პროდუქტის ფასზე, რომელიც მომხმარებელს თაროზე ხვდება. ქსელურ მარკეტებში შესვლა დისტრიბუტორებისთვის საკმაოდ დიდ ხარჯებს მოითხოვს. ბიზნესი იხდის როგორც ქსელში დაშვების საფასურს, ასევე სხვადასხვა მარკეტინგულ ხარჯს. ასეთია თაროზე დაშვების საფასური, ასევე ეგრეთ წოდებული რეტრობონუსი, ქეშბექი და ლაშა რიჟამაძის განმარტებით თითქმის ყველა საცალო ვაჭრობის ობიექტს ერთგვაროვანი პრაქტიკა აქვს და იმის გათვალისწინებით, რომ ბიზნესს ქსელში შესვლის საკმაოდ სოლიდური თანხა აქვს გადასახდელი, იძულებულია მარკეტების პირობებს დათანხმდეს. ბიზნეს სუბიექტებს შორის ურთიერთობაში სახელმწიფოს ჩარევის საჭიროებას ვერ ხედავს რითეილ სექტორი. რითეილ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ორგანიზებულ ბაზარზე კონკურენცია მაღალია. დისტრიბუტორებს აქვთ არჩევანი, მათთვის მისაღები პირობების მქონე ქსელთან ითანამშრომლ და ამ პროცესში სახელმწიფოს ჩარევის საჭიროება არ იკვეთება. რაც შეეხება ქსელების მიერ დაწესებულ გადასახადებს, სოფო ქაშაკაშვილი ამბობს, რომ ეს მიღებული პრაქტიკაა და ამაზე დამატებით ასოციაცია განმარტებებს ვერ გააკეთებს. 2024 წელს საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები 2023 წელთან შედარებით 4,6%-ით გაიზარდა და 6,400,000 გადააჯარმა. HSC Group Hospitality-ის დირექტორი და სასტუმრო გლაროს ოლთაუნის მმართველი გიორგი დოლიძე ფიქრობს, რომ სექტორს გაცილებით უკეთეს მაჩვენებელზე გასვლის შესაძლებლობა ჰქონდა, რომ არა 2024 წლის განმავლობაში არსებული 2 საპროტესტო ტალღა. აგროტურისტული ობიექტი ოტიას ეზო კრაფტ-ლუდის წარმოების ზრდას გეგმავს. ამის შესახებ BMG-თან ობიექტის დამფუძნებელმა ოტია იოსელიანმა განაცხადა. აღსანიშნავია, რომ ობიექტმა შარშან კრაფტ-ლუდის მოცულობები 400%-ით უკვე გაზარდა, რისთვისაც წარმოებაში საფერმენტაციო ავზები დაამატა. თუმცა ჭარბი მოთხოვნის გათვალისწინებით, რომელსაც კომპანია ვეღარ აკმაყოფილებს, წარმადობის კიდევ 400%-იანი ზრდაა დაგეგმილი. მისივე ცნობით, წარმადობის ზრდისთვის ახალი დანადგარების შესყიდვა იგეგმება. თუმცა მანამდე, სანამ კომპანია მოცულობებს გააზრდით, მეწარმე ქარხნის აშენებას აანონსებს, რომელიც ყალტუბოს შემოგარენში უნდა განთავსდეს. ცნობისთვის, ოტიას ეზო 2015 წელს ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში მისი ოჯახის წევრებმა დააფუძნეს.